ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. უკვე 3 საათია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს გიორგი გახარია პასუხობს. სხდომაზე არაერთხელ იყო კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება. კომისია განიხილავს გიორგი გახარიას საქმიანობას და გადაწყვეტილებებს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერის პოსტზე. აქცენტი კეთდება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე. დეპუტატებს შეკითხვები აქვთ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაზეც, რომლითაც დგინდება, რომ დაშლის ოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების შესახებ არსებობს კითხვები, რადგან მაშინ პასუხისმგებელი სწორედ გიორგი გახარია იყო. საკანონმდებლო ორგანოს და კესო ქაფიანძეს ჩართვავთ ახლა პირდაპირ ეთერში კესო დეტალებს ველოდებით შენგან. უკვე 3 საათიას დროებითი საგამოძიებო კომისია უსმენს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომლის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროზე აქვს კითხვები და იმ პერიოდზე აქვს შეკითხვები. მთავარი თემა, რასაც დღეს კომისია განიხილავს, არის 20 ივნისი და ის გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდა 20 ივნისის აქციის დაშლა და სწორედ ამ მიმართულებით კომისიის თავმჯდომარემ დაიწყო კომისიის ხდომა და მან გაიხსენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არსებობს კითხვები იმ პირის მიმართ, რომელმაც დაგეგმა აქციის დაშლის ღონისძიება. თია წულუკიანმა ციტატებიც ამოიკითხა კომისიის სტრასბურგის გადაწყვეტილების ორიგინალი ვერსიიდან, რადგან გიორგი გახარიამას რამდენიმე შემთხვევაში არ დაეთანხმა, როგორც თია წულუკიანმა ამოიკითხა სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან, საჭიროა ხელახალი გამოძიება დაიწყოს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით და მთავარი კითხვები არა სახელმწიფოს, არამედ იმ პირის მიმართ არის, ვინც ეს აქციის დაშლის ღონისძიება დაგეგმა. აქ არის ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოსი, რომელიც ავალებს სახელმწიფოს ამ საქმის და განსაკუთრებით იმ დასახიჩრებულ პირებთან მიმართებაში ხელახლა ამის გამოძიებას. თქვენ ამ გამოძიებას მიესალმებით? სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. თქვენ ახლა იტყუებით, სტრასბურგის სასამართლო არ ავალებს ნულიდან გამოძიებას, უბრალოდ ეს თქვენი ინტერპრეტაციის საკითხია. მე როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე ვითანამშრომლებ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემთან ექნებათ. აკი თქვენ ტყვილი უწოდეთ, უკვე არაფერს აღარ ერიდებით. რომ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს არ დაუვალებია სახელმწიფოსთვის გამოძიება. მაშ მიპასუხეთ ბატონო გიორგი, რას ნიშნავს, რომ სასამართლომ თავის სარეზოლუციო ნაწილში გადაწყვეტილების თქვა ასეთი რამ. Unanimously, გესმით ალბათ რას ნიშნავს, სამწუხაროდ რუსულად არ ვიცი როგორია, როგორ არის. There has been a violation of the procedural aspect of Article 3 of the Convention. რას ნიშნავს ეს? დარღვევებზე საუბრობს. რა დარღვევაზე საუბრობს? მთავარი დარღვევა არის დროში გაჭიანურებული. იქ ასევე წერია, რომ გამოძიებას აქვს. დროში გაჭიანურებული არ არის მთავარი დარღვევა, არის ერთ-ერთი დარღვევა. დარღვევა არის ის, რომ არ ჩატარებულა გამოძიება სრულფასოვანი. მიესალმებით თუ არა, ეხლა მაინც. მე მივესალმები 20 ივნისის შესახებ სრული სიმართლის დადგენას ყველაფრის, მარტო იმის კი არა, რასაც თქვენ ახლა აქ ცდილობთ. ყველაფრის, მათ შორის აქ წერია, ყველაფრის, რა თქმა უნდა. მათ შორის პირველ პერიოდში, ბოდიში გაწყვეტინებ, სტრასბურგი ამბობს, რომ პირველ პერიოდში, ანუ როდესაც თქვენ ჯერ კიდევ მინისტრი ხართ, შემდეგ პრემიერ-მინისტრად ინიშნებით, პირველ პერიოდშიო ისიც კი არ შედგენილაო დოკუმენტიო, სადაც ქრონოლოგიურად იქნებოდა აღწერილი, რის მერე რა მოხდაო. ამას ამბობს სტრასბურგი. ეს მაინც შეგედგინათ ქრონოლოგიურად, რის მერე რა მოხდა, თქვენზე უკეთ ვინ შეადგენდა. ქალბატონო თავმჯდომარე, ხო შეიძლება შეგიძლიათ ვიძახოთ, რომ რასაც მე ვამბობ ტყუილია, მაგრამ ეს აქცია და წაიკითხეთ. იღებთ თუ არა პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც და მიესალმებით თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე დაფუძნებულ ახალ გამოძიებას. მიესალმებით თუ არ მიესალმებით? 6 წელი რო აგიჩემებიათ, მიესალმებით თუ არ მიესალმებით, რა პრობლემაა? 6 წელი არის ფაქტი, ციფრებია, თარიღია, ხო? იმ 6 წლის მანძილზე წელიწად ნახევარ თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი. და ეხლა მაინც მიესალმებით, რომ წარსდგეთ პროკურატურის წინაშე და ყველაფერი თქვათ?
კი თუ არა, მაინტერესებს. ეს გამოძიება, მიმდინარე გამოძიება დასრულებული არ არის. არავის არ დაუძახები ვარ. როდამ იძახებენ, რომ მივალ და არ მივალ, ეს იქნება პასუხი. თავარი კითხვა სად იმყოფებოდა 20 ივნისის ღამეს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვისთან ერთად და როგორ დაგეგმა აქციის დაშლის პროცესი და აქციის დაშლის ოპერაცია ეს არის ის თავარი კითხვა რომელიც დაისვა გიორგი გახარიას მისამართით იმ გეგმაზეა საუბარი რა გეგმითაც მოხდა აქციის დაშლა საიდან გაჩნდა მაშინ როდესაც არ არის კონკრეტულ დოკუმენტში გაწერილი რეზინის ტყუები საიდან გაჩნდა აქციაზე რეზინის ტყუები, როგორც გიორგი გახარი ამბობს, მთავარი გეგმის მთავარი შემოქმედი არის ის თავად და მისი მოადგილეები და როგორც ის თავად ამბობს, გიორგი გახარიამ ცრემლსადენი და წყლის ჭავლის მანქანის გამოყენებაზე გააჩა მან ბრძანება და მისი უშუალო ბრძანება არ ყოფილა რეზინის ტყუების გამოყენება და როგორც ის ამბობს, პოლიციამ თვითნებურად თავის მოგერიების მიზნით გამოიყენა რეზინის ტყუები, მთავარი კითხვები, როგორც უკვე გითხარით, არის დასმული იმასთან დაკავშირებით თუ საიდან გაჩნდა აქციაზე რეზინის ტყუები. როგორც წესი გამოიცემა ხოლმე ministris მიერ ბრძანება, როცა საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა. თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით, რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები? ბრძანება იყო გამოცემული, ეს იყო სპეციალური გეგმა. რა თქმა უნდა, ამ გეგმას ხელს აწვაწერდი მე და ჩემი მოადგილე. გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი, ზოგი გამოვიდა გეგმის ფარგლებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა, საბოლოო ჯამში ეს იყო შტურმი. პირველად არ იყო მარტივი, არ არსებობს სპეციალური ღონისძიება, რომელიც იდეალურად და 100%-ით გეგმის შესაბამისად ჩატარდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ ჩვენც ვაღიარებდით, რომ იყო ცალკეული გადაცნომები. ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე. იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა ან წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყუების გამოყენებას. მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ. მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე? მე რომ ცოდნო და ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმე გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობია. რათან მიმდევრობით გამოიყენეთ სხვადასხვა საშუალებები, რომლებზეც თქვენ გაეცით ბრძანება? ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდგომ წყლის ჭავლი. ტყუები რა მომენტში იქნა გამოყენებული? ეს მოხდა სადღაც შუაში. ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის. თქვენ ამ დროს სად იმყოფებოდით? ოპერაციის მართვისას სამინისტროდან მართავდით თუ პარლამენტში? ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდგომ პარლამენტში. თქვენს გარემოცვაში იმ დროს პარლამენტში ვინ იმყოფებოდა? ჩემი მოადგილეები. რომლები? საბანაძე, შენობაში იმყოფებოდა ბორცვაძე, დანარჩენები არ მახსოვს ვინ იყო კიდე. დანარჩენი მე აქ ცოტა ისეთი მდგომარეობა იყო. ეს ხო ამან ხო ყველაფერმა სამოქალაქო დაპირისპირების ფორმა მიიღო. ვიღაცა მიდიოდა, ვიღაცა მოდიოდა, ერთი ოთახიდან მეორეში გადავდიოდით, მეორედან მესამეში. ეს არ იყო დაგეგმილი რაღაც სპეციალური ღონისძიება ან გამოცხადებული რაღაც შტურმი, ხო? ეს იყო სპონტანური მძიმე ღამე. შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მისი მოადგილეებისთვის და სისტემისთვის თუნდაც უმძიმესი შტურმის მოგერიება ვერ იქნება რაღაცა სპონტანური, ეს უნდა იყოს მკაცრად გაწერილი ღონისძიება, სპეცოპერაცია, როდესაც ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს.
გასაგებია, რომ შეიძლება დეპუტატები, ვინც გარს გეხვივნენ, მათ შორის ყოფილიყო გარკვეული სპონტანური რეაქციები და ემოციები, მაგრამ ის, ვინც შტურმს იგერიებს და სპეცოპერაციას გეგმავს და მართავს, მისთვის საზიანოც კი იყოს სპონტანურობაში. რაც შეეხება იმ რეზინის ტყვიებს, რომელთა გამოყენების გამო დადგა არაერთი ახალგაზრდის და ადამიანის ცხოვრებაში უმძიმესი დრო დასახიჭდნენ ისინი და რომლის გამოც სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაუდგინა საქართველოს და დაავალა უფრო დეტალურად საქმის გამოძიება. თქვენ ამბობთ, რომ აი ამის გამომწვევი ტყვიების გამოყენების ბრძანება თქვენ არ გაგიციათ და არც ისიცით ბრძანება არსებობდა თუ არა და ადგილზე ხომ არ მიიღო კონკრეტულმა სპეც დანიშნულების დანაყოფის წარმომადგენელმა ასეთი გადაწყვეტილება. რაც შეეხება გამოყენების შემთხვევებს, ეს იყო თვით მოგერიების კონტექსტში გამოყენებული ტყვიები. თუ იყო გადაცდომები, ამის შესახებ და ამის თაობაზე ჩატარდა შესაბამისი გამოძიებები. მე არ ვიცი რა ენაზე საუბარი შემოგთავაზოთ, მგონია რომ ქართულად ვსაუბრობთ. თქვენ ბრძანეთ, თქვენ თვითონ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე არ გამიცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანებაო და არც ჩემს მოადგილეებსო, რომელთაგან მინიმუმ ერთი დაასახელეთ, რომ იმყოფებოდა შენობაში. შემდეგ მე რომ გკითხეთ, ვინმეზე გაქვთ ეჭვი მეთქი, რომ სხვამ გასცა, თქვენ თქვით, რომ არ ვიცი ამის შესახებო. და მე მეკითხეთ, რომ თვითნებურად ვიღაცამ ადგილზე გადაწყვიტა, ახლა თქვით, რომ თვითმოგერიების რეჟიმი იყო. ხომ ჩვენ ამას ხომ იმისთვის არ ვსვამთ კითხვებს, რომ ბრალცნობის მოყარეობა გვაქვს. ამაზე თქვენი პასუხია, რომ ამ კონკრეტულმა თვითმოგერიების რეჟიმში მიიღეს თუ არა და იქ ცალკეულ შემთხვევებზე უნდა ყოფილიყო გამოძიება. გასაგებია, მე მგონი ვთანხმდებით, რომ სწორად გავიგე, რაც მითხარით ქართულ ენაზე. როდესაც თქვენ შეიტყვეთ, იმიტომ რომ თქვენ ამის შესახებ მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როგორ იყო თქვენი რეაქცია? დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა და უკიდურესად კატეგორიულად იყო გაფრთხილებული ყველა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ სიცოცხლეს პირდაპირი ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, შესაბამისად ემოქმედათ პოლიციის კანონის. ეს იყო. ეს უკვე თქვენ გაეცით ეს ბრძანება აკრძალვის შესახებ. ეს ბრძანება მე გავეცი ჩემს მოადგილეებს, დიახ. რა ფორმით გაეცით ეს ბრძანება? ტელეფონით, გვერდით იჯდა და უთხარით თუ როგორ და რამდენად სწორად ჩაიშალა ეს აკრძალვა და მივიდა კონკრეტულ ინდივიდებამდე, ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი? როგორც მახსოვს რაციით, იმიტომ რომ კავშირის გამმავლობის მაშინ პრობლემები იყო, სარგებლობდი რაციით და შესაბამისად, ვინც რაციაზე იყო, ის ყველა გაიგებდა ამას. რაციაზე ვინ იყო? მოადგილეები და ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ამის შემდეგ როგორ იცით, აღარ ყოფილა რეზინის ტყვიები გამოყენებული? არა, ამ შემდგომაც იყო რეზინის ტყვიები გამოყენებული. მაინც გამოიყენეს. კი. როდესაც თქვენ ეს აკრძალვის შესახებ ბრძანება გაეცით, თქვენთან ერთად ვინმე იმყოფებოდა ამ დროს? ვინმე დაადასტურებს, რომ ეს ბრძანება არ მახსოვს. ეს თუ გავეცი რაციით, გამოძიებაში იქნება. გიორგი გახარიას მისამართით კითხვები დასვეს კომისიის თითქმის ყველა წევრმა ურთიერთბრალდებებისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს სხდომა გიორგი გახარიასთვის. კომისია ნაციონალური მოძრაობის კითხვებს იმეორებს, თუმცა თავად კომისია მიიჩნევს, რომ თავად გიორგი გახარია ნაციონალური მოძრაობის მსგავსად დგამს შოუს და თავს არიდებს კითხვებზე პასუხებს. თია წულუკიანმა გიორგი გახარიას შეახსენა, რომ ის ახლა აღარ იმყოფება პრემიერ-მინისტრი და მას მოუწევს გასცეს კითხვები
კითხვებზე პასუხებს. საუბარია 20 ივნისის ღამეზე. გიორგი გახარი ამბობს, რომ კითხვა ვინ მიიღო გადაწყვეტილება და ვინ გასცა პარლამენტის შტურმზე ბრძანება დაკარგა აქტუალობა. ამ წუთებში მიმდინარეობს კომისია ურთიერთბრალდებების ფონზე. მე ვიცი ასეთი რამე, რომ როდესაც აღარ იყო უკვე ეს რეზინის ტყუები საწყობიდან, ეწოდებული საწყობიდან, მოიხმარეს იმ თანამშრომლება ვანო მერაბიშვილის დროინდელი შემოტანილი ისეთი დონის ეს რეზინის ტყუები, რომელიც იყო ძალიან მკვრივი და იმიტომაც ყავდა ამდენი დაზარალებული. თუ იცოდით ამის შესახებ. ტყუები სად ინახება, როდის ინახება, რა ფორმის არის და რანაირი არის, ამაზე პასუხს აგებს შესაბამისი ადამიანები და რამდენი ხანი ინახება. ამაზეც გაცემული მაქვს ყველაფერზე, ყველა კითხვაზე პასუხი. თქვენ არაერთხელ გითქვამთ და თუ ასე არ არის, ეკნება ეხაც დაადასტუროთ. რაც 20 ივნისს ხდებოდა. იყავით თუ არა უშუალოდ პასუხისგებელი ამ ყველაფერს. მე ბევრჯერ მithქვამსა კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვეცდები ცოტა სწრაფად ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაც ბუქსაობთ რა. ყველა ბუქსაობთ და ვეცდები სწრაფად ვილაპარაკო მეთქი რომ აჩქარებოდი. თქვენ აღარ ახართ ჩვენი პრემიერ-მინისტრი რა. ძალიან გთხოვთ ბუქსაობთ, არ ბუქსაობთ. არა მაქვს პრეტენზია. ხო, ერთი წუთით. სხდომა აქ მიმყავს მე და თქვენ ხართ ის, ვინც პასუხებს იძლევა კითხვებზე. ბუქსაობთ თუ არ ბუქსაობთ, ამას მე გადავწყვეტ. ჩვენ დაგვჭირდება საღამომდე დრო, ვისხდებით აქ საღამომდე. ჩვენ არ სად არ გვეჩქარება და თქვენ მithumetes სად უნდა გეჩქარებოდეთ. ის რომ თქვენ სად გამოძიებაში მიცემული გაქვთ ჩვენება, რაც თქვენი ვალდებულებაა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აქ ჩვენებების მოცემას თავი არიდოთ. კითხვა როცა დაესმება, პასუხი უნდა გასცეს და ის თავისი გამოძიება, ეს გამოძიებო კომისია არის პარლამენტის და ვალდებული ხართ ზუსტად ისე გასცეს პასუხი, როგორც პროკურატურაში გაეცით პასუხი და სადღაც ოდესღაც პასუხი მივეცი ორჯერ თუ სამჯერ. ეს აქ პასუხი არ არის. იმასაც გეტყვით, ბატონ გიორგი, ნახეთ რომ ერთ წუთით, ეხა ეს უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენ საქმიანად და აკადემიურად უდგებით და ეს შოუს მოწყობა არ მინდა რომ თქვენ დაემსგავსოთ იმას, ნაცები ახსენეთ ეხლა და შოუს მოწყობები ხო კარგად გახსოვთ, თქვენი დეპუტატები იყვნენ, კვაშაძეები და სხვები. ნუ დაემსგავსებით, თლად ხავეიშვილის დონეზე ნუ დაეცემით. ვინ გასცა ბრძანება და ან თუ ასეთი არ იყო და არ იყო ამის საჭიროება, მაშინ გაეცეთ პასუხი რეზინის ტყუების გამოყენებას. თუ მე ვამბობ, რომ მოგერიების რეჟიმში ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა გამოიყენეს რეზინის ტყუები, ეს ნიშნავს იმას და აქამდეც თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არც მე და არც ჩემს მოადგილეებს რეზინის ტყუების გამოყენების ბრძანება არ გაუციათ. თქვენ დააბრალეთ კონკრეტულ პოლიციელებს, რომ ბრძანების გარეშე ითავხედეს, ასე ვთქვათ და თვალები დათხარეს ვიღაცეებს. ან ასე იყო, ან ასე არ იყო. თქვენ უნდა თქვათ, მაგრამ თქვენ პოლიციელებს დააბრალეთ და ამ დროს ინტერვიუებში ყველგან ამბობთ, რომ მე გავეცი ეს ბრძანებაო და მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელიო და ვეღარ გავიგებ. მითნებურად მიიღეს, რაც ჩვენ დაგვრჩა განცდა, რომ პოლიციელებს შეეცადეთ, რომ დაგებრალებინათ, თუ თქვენ გაეცით ბრძანება. მადლობა. ქალბატონთე, ეს არის პასუხი? ეს არის კითხვა? კი, ეს არის კითხვა. მეტი რანაირად ჩვენ ბატონო გიორგი ხანდახან გონია რომ ჩვენ რაღაცა სხვა ენაზე ბევრჯერ მკითხეთ და გიპასუხეთ ამაზე. ისე ნუ იზავთ თითქოს ჩვენ დავთხარეთ ვიღაცას თვალები. გისვამთ კითხვებს, თქვენ დროს მოხდა, თქვენი ხელმძღვანელობის დროს და გაგვეცით პასუხი. კი ბატონო, მე პოლიციელებს კი არ ვაბრალებდი რამეს. ყოველთვის ვიცავდი და სწორედ ამიტომ ვამბობდი ყოველთვის, რომ ამ ღონისძიებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის სრულად ჩემს. გამოიწიეთ, ეს გამოძიება მიმდინარეა. გამოძიება სადღაც მიდის და იქნებს მასალები გარ არის თქვენი საქმე რა. რასაც გეკითხებით, იმას უპასუხეთ ძალიან გთხოვთ. თქვენ საერთოდ არ გელაპარაკებით ესო. მაგრამ მიღია თქვენ არ გელაპარაკებით. კითხვებს რო სვამთ, იმათ უპასუხეთ. ნუ მეჩრები დამამთავრებინეთ რა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონ თავმჯდომარე. თუ ეს კომისია არ არის მზად მოისმინოს პასუხები, მე ავდგები და წავალ. მე ჩემი უფლებები მაქვს და ძალიან კარგად ვიცი ჩემი უფლებები. და ჩემი უფლება მდგომარეობს იმაში. არ ნერვიულობ. მე უბრალოდ აი ამ რაღაც სათამაშოდ მომიყვანეთ კაცო აქ. სათამაშოა მაგა გომურის ამოთხრილი თვალი ერთი წუთით ეხლა ძალიან გთხოვთ რა დავსერიოზულდეთ. თქვენ პრაქტიკულად ეხლა ამბობთ, რომ ანუ პოლიციელები იმის და მიხედვით გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს, როგორც თვითონ დაჭირდებათ.
აი ეს ახსენით ახლა თქვენ და ეს ნამდვილად არ არის, მე არ მაქვს გამოცდილება მუშაობის ძალოვან სტრუქტურებში, მაგრამ ჯერ ერთი ეს არც გეგმაში არ წერია და არც თქვენი ბრძანება არ იყო ამასთან დაკავშირებით. ამიტომ კითხვა რომ ჩამოაყალიბოთ. ხო არ ქონდათ ვინმე თქვენ ძალოვან თქვათ კოლეგებთან საუბარი და თუ არ ქონდათ მაშინ როგორ ავხსნათ ეს ყველა პოლიციელს თვითმოგიერების რეჟიმში აქვს უფლება და შესაძლებლობა გამოიყენოს თავისი სიცოცხლის ჯანმრთელობის დასაცავად, მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის არა, მაგ დროს ცეცხლსასროლი იარაღით შეუძლია გამოიყენოს მაგ ლოგიკით და თქვენი ლოგიკით ეხლა რაც ხდებოდა, გამოდის რომ თქვენო შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილიყავით, ნახევარ საქართველოს ამოწყვიტავდით, ეგ რა ლოგიკაა? ერთი ეგ ახსენით, აბა. ესე იგი, ყველას აქვს უფლება მოგერიების რეჟიმში გამოიყენოს და ეს რეჟიმი იყო ჩართული. მაშინ, როდესაც აი როგორც ბატონმა ბრძანა, რომ სხვაგან ის იყო ცალკეული შემთხვევები გადაცდომების, რომლებიც იყო გამოძიებული. თუ არ იყო გამოძიებული, ესე იგი იმას უნდა სხვა ყველაფერი, ინტერპრეტაციები, ეს არის ლირიკა და მცდელობა ამ კომისიის გამოძიებას მიცეთ პოლიტიკური ხასიათი. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს 20 ივნისზე, თუმცა არ იღებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამ განცხადების საპასუხოდ კი თია წულკიანი ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნებოდა მისი მხრიდან, რომ წასულიყო პოლიტიკიდან და არ ყოფილიყო დღეს პოლიტიკაში. გიორგი გახარია კი სწორედ ის, რომ დღეს აქ იმყოფება, არის ამ პასუხისმგებლობის ნაწილი და სწორედ ამიტომ არ წავიდა ის სახლში და ამიტომ დარჩა პოლიტიკაში, რომ იზიარებს და იაზრებს მის პასუხისმგებლობას 2019 წლის 20 ივნისზე. თია წულკიანმა ასევე ისაუბრა იმ ერთად როგორც თავად ამბობს იმ ერთადერთ პირზე, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, მისი თქმით, ერთადერთი ვინც პოლიტიკური პასუხისმგებლობა 20 ივნისზე აიღო, ეს იყო ირაკლი კობახიძე, რომელმაც დატოვა თანამდებობა. თქვენ და ამჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ძალიან ზუსტად იგივე გავაკეთე მე. შვიდობიანი აქციების დროს ამას ვერ გათქმევინებთ, იმიტომ რომ ამას ვერ გათქმევინებთ, ზუსტად იგივე არ გააკეთეთ. თქვენ და ასახიჩრეთ ადამიანები არაკომპეტენტურობის, სავარაუდო არაკომპეტენტურობის, შესაძლოა რაღაცა ტიპის არასწორი ინსტრუქციების. ოდიშით გაწყვეტინებ და კიდე ერთ დავამატებ. თქვენ როგორც კომისიის თავმჯდომარე ახლა მე მემუქრებით. აი ახლა აი აქ. რითი გემუქრებით? აი აქ ახლა ჩვენ ამას გამოვიძიებთ, ამას რაც გინდათ, ისქენით, რაც გინდათ ის გამოიძიეთ და აგერ ნახავთ. მე არ გემუქრებით, სტრასბურგმა თქვა გამოიძიეთ, თუ არ არის კარგად გამოძიებული. რომელსაც თქვენ მიესალმებით, რომ გამოძიებული უნდა იქნას. პოლიტიკური პასუხისმგებლობაო, ამას ყველგან ამბობთ. მართალი გითხრათ, ხა თან თქვენ ხო ისიც თქვით, რომ ვერ ვიგებთ ჩვენ რაღაცებს, ქართული ენაც ლამის არ ვიცით, ინტელექტში მოვიკოჭლებთ, სულ ამას გვსაყვედურობთ. ჩვენი ყველას ხელმძღვანელი რო იყავით, მაშინაც ალბათ არ მოგწონდათ ჩვენი ინტელექტი, მაგრამ ვერ გავიგე რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იქნებ ერთხელ და სამუდამოდ აგვიხსნათ. პოლიტიკაში ყოფნას აგრძელებთ, ისე რომ ფრანგებს აქვთ ესეთი გამოთქმა, თვალებზეც არ გცივათ. აი ესე. აბსოლუტურად გაბედულად აგრძელებთ პოლიტიკაში ყოფნას, ვითომაც ბალი ორი შაური, რო იტყვიან უხეშად. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე ასე წარმომიდგენია, რომ თქვენ გამოსულიყავით და გეღიარებინათ, რომ ეს ისეთი რაღაცა მოხდა, რომ მე ამის მერე უბრალოდ არ მაქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება. ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ან შეიძლება სხვა რაღაცას გულისხმობთ და ძალიან გთხოვთ ამის. რა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩემთვის არის ის, რომ თუ რამე შეცდომა დამიშვია, მე ყოველთვის მithქვამს, რომ ბევრი კარგი საქმეც გამიკეთებია და გაგვიკეთებია ყველას ერთად, მაგრამ შეცდომების დამიშვია. და მე ამ შეცდომების პასუხისმგებლობა რომ აქვს აღებული, სწორედ ამიტომ ვარ დღეს პოლიტიკაში და სახში კი არ გავქცეულ ვარ. რაც ბევრს უნდოდა და ზოგიერთებით მოქცეულ ვარ და იმ ტვირთით შეცდომებით. აი ასე ვარ. არ მეშინია თქვენი კომისიის და არც გამოძიების და სინამდვილეში უკაცრავად რა.
დამასრულებელი. არა, ჩვენ ვიცით რომ თქვენ ომამდე იყავით ტანკისტი და არ გეშინიათ. არ ყოფილა გასა ტანკისტი. ამას გეკითხებით, ამას გეუბნებით. პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იქ, პოლიტიკაში ჩართული და გიცეთ რომ არ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის იქ, რომ დღეს აქ ვძივარ. მაშინ როდესაც შეიძლება ამ კოალიციის მანდატის ერთადერთმაც არ იმსახურებდეს, მაგრამ ვძივარ და პასუხობ თქვენს კითხვებს. აი ეს არის ჩემთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იმის მაგივრად, რომ გადადგომის შემდგომ სადმე გაქცეულიყავი და დაუმალულიყავი, აი აქ ვძივარ ახლა და თქვენგან მუქარებს ვისმენ. აი ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როდის დაგემუქრეთ, თუმცა მუქარად შეგვიძლია, მაგრამ რაში გვჭირდება? ბატონო გიორგი, ნახეთ, რატომ არ გადადექით თანამდებობიდან? პოლიტიკური პასუხისმგებლობა ესეც არის. როდის? შინაგან საქმეთა მინისტრობა. იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი ვალდებულება პარლამენტის შენობის შტურმისგან დაცვა შევასრულეთ. რომ დაიცავით მას მერე და ნახეთ რომ ხალხია დასახიჩრებული. რატომ არ გადადექით? ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დაწერეთ განცხადება და უარი გითხრათ ვინმე? რატო ვამბობ, რომ კომისია თუ არ არის ნეიტრალური და სამართლიანი. აი ამდენი ხანი ვსაუბრობთ. და ერთი კითხვა არ დაგისვამთ. კაცო, ეს გავრილოვი საქართველოში როგორ ჩამოვიდა? ვინ ჩამოიყვანა? რატო შემოუშვით საზღვარზე მაშინ, რა ვიცი, ეს მაშინ თქვენ დაკონტროლებდით საზღვარს. საიდან გავიცოდე? და იმ დეპუტატებმა, ვინც მერე აიღეს პასუხისმგებლობა და თქვენგან განსხვავებით, იმათ აიღეს. დაუძახეთ იმ ხალხს, კაცო. ვინა კუცნაშვილი იყო ჩამოყვანი? კუცნაშვილი ბატონი ზაქარია. ის იყო მასპინძელი ამ ფორუმის, მათ შორის იმ ფორუმზე მოწვეული პირების, როგორც დეპუტატი, როგორც კი ეს მოხდა, მან თქვენგან განსხვავებით აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე, არამედ გავრილოვის შენობაში ყოფნაზე და მის მოწვევაზე და აღარავის აღარ უნახავს ეს ადამიანი პოლიტიკურ ველზე. ეს ერთი. მეორე, ირაკლი კობახიძე ამ დროს იმყოფებოდა უცხოეთში, მე არ მინდა ახლა შევცდე და მგონი ბაქოში და აქ იყო ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი, რომელსაც მე დავურეკე და ვკითხე თამარ იუსტიციის მინისტრმა, როგორ მოხდა გავრილოვის დარბაზში. ქალბატონმა თამარმა მითხრა, აბა მე რა ვიცი დარბაზში როგორ აღმოჩნდა. ამის მერე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არც მასპინძელი იყო, არც ადგილზე იმყოფებოდა, კობახიძემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა. ერთადერთი, ვინც არ გადადგა, იყავით თქვენ და დღეს გვიყიჟინებთ, რომ მე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და იქნება ამიხსნათ ეს რა არის. მაშინ პარლამენტის ხელმძღვანელობა აიღო კონკრეტულად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კაცის შემოშვების შემდეგ და ეს პარლამენტის ხელმძღვანელობა იყო კობახიძე, რომელმაც თქვენ კი იძახეთ, რომ ქვეყნის გარეთ იყო, მაგრამ მასპინძლობა და ღვინოს მე ვსვამდი კაცო გავრილოვთან. მე ჩავსვი გავრილოვი პარლამენტის იმაში, მახსოვს თქვენი კი სიტყვები, რომ კობახიძის გადადგომაზე, რომელსაც ახლა პოლიტიკურ პასუხისმგებლობად ასახებთ. მახსოვს თქვენი სიტყვები, გაზეთშიც არის ეს გამოქვეყნებული, რომ ეს კაცი ცოტა უფრო ადრე გადამდგარიყო, შეიძლება ეს უბედურება არც მომხდარიყო და გეთანხმებოდით მაშინ რა. კი, ნამდვილად, მაგრამ ამ კაცმა აიღო პასუხისმგებლობა. გვიან. დაბრუნდა თუ არა. და თქვენ 6 წელი გავიდა და მაინც ვერ გრძნობთ მგონი პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მე-14 სხდომა იმართება კომისიაზე განიხილება 20 ივნისის საქმე და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ ამ წუთებში კომისია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მადლობა პარლამენტიდან კესო ქაფიანიძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 12 საათზე მივიდა. მანამდე მისი პოზიცია უცნობი იყო. გახარიას პარტიაში დაგეგმილი ჰქონდა ბრიფინგიც, თუმცა პრესამსახურმა გავცოლა ინფორმაცია, რომ ბრიფინგი გადაიდო და გახარია საგამოძიებო კომისიაზე მივიდოდა. მაგ კომისიაზე მისვლის მიზეზების სხდომის დასაწყისშივე განმარტა. თეატ ლუკიანმა გახარიას მადლობა გადაუხადა და მიმართა. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი, განცხადა კომისიის თავმჯდომარე. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ დეპუტატის უფლებამოსილებებში ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს. გვაინტერესებდა თქვენთან
20 ივნისის თემაზე გასაუბრება. Როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები, რაც მიიღეთ. 2024 წლის მაისში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ცაავადასხვები საქართველოს წინააღმდეგ ცალსახად არის დადასტურებული, რომ შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე, რომ არსებობდა საჭიროება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა. ამ გადაწყვეტილებაში შემდეგ არაერთი შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქნა შტურმი მოგერიებული. 20 ივნისთან დაკავშირებულ გამოძიების საქმის მასალებში არის აბსოლუტურად ყველაფერი და დარწმუნებული ვარ მე, ქალბატონო თავმჯდომარე, რომ თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ამ მასალებს, ყოველ შემთხვევაში უნდა იცნობდეთ, იმიტომ რომ თქვენს მიერ არის იუსტიციის მინისტრობის დროს გაგზავნილი ეს მასალები სტრასბურგში. სტრასბურგმა დაადგინა და მიანიშნა, რომ არ არსებობდა სამწუხაროდ ფართო კონტექსტის გაანალიზების შესაძლებლობა. ფართო კონტექსტის გასააზრებლად ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი. ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი, ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. მე ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ აუცილებლად სუსის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები. ის პროცესები, რომელიც შემდგომ მოხდა 21 წლის 18 თებერვალს, ჩემი გადადგომის ღამეს, ძალიან იდენტურად იმეორებდა ყველაფერს, რაც მოხდა 20 ივნისს. სწორედ იმ ღამეს თქვენ როგორც სხვა ბევრი, როდესაც ინფორმაციას გაწვდიდით და საქმის კურსში გაყენებით მიმდინარე ოპერატიულ მდგომარეობაზე, როგორც პოლიცსაბჭოს, ასევე მთავრობას, თქვენ უმრავლესობა ემხრობოდით იმ პოზიციას, რომ იმ ფორმით და იმ ღამეს მელიას დაკავება იქნებოდა შეცდომა. მაშინაც 18 თებერვალს 21 წლის უჩინარი კაცი, როგორც ჩანს, ჩაერთო პროცესების მართვის პროცესში და თქვენ ყველას შეგაცვლებინათ აზრი. მე დღეს დასაბუთებული და გონივრული ეჭვი მაქვს, რომ შესაძლებელია რაიმე მსგავსი რამ მოხდა 2019 წლის 20 ივნისსაც. გულწრფელად გეუბნებით, ქალბატონო თეა. მე დღეს აქ მოსვლას არ ვაპირებდი. აგიხსნით რატომ? უბრალოდ ამ კომისიის მანდატი და კონტექსტი არ მესმის. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები იქნებოდნენ აქ, მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე სამწუხაროდ მუშაობს და მე უნდა გავაკეთო ყველაფერი. სადაც შემიძლია, როგორც შემიძლია, ჩემი აზრი დავაფიქსიროთ. გასაგებია, რომ ალბათ თქვენ ღელავთ და გადმოხვედით პირდაპირ თავდასხმაზე. ის, რომ ცაავასა და სხვების საქმეზე სტრასბურგში ჩემი იუსტიციის მინისტრობისას გაიგზავნა მოსაზრებები, ეს არის სიცრუე. ვინაიდან ეს მოსაზრებები სახელმწიფოს შესაგებელი გაგზავნილია 2021 წელს და ამ დროს მე გახდით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. მაგრამ ვის დროსაც გაიგზავნა, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, გაგზავნილი უნდა იყოს, მე ამის ღრმად მწამს ვიცნობ რა იქ მომუშავე საჯარო მოხელეებს, კომპეტენტური შესაგებელი, რომ არა კომპეტენტური შესაგებელი, სახელმწიფო ვერ დაამტკიცებდა იმას, რაც იყო რეალობა, კერძოდ ის, რომ პარლამენტის წინააღმდეგ ნამდვილად იყო შტურმი. მეორე, თქვენ ბრძანეთ, რომ რაც თქვენ თქვითო, მე მითხარით. ეს არაფერი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არ წერიაო, ესეც არის ტყვილი. მე არ ვიცი თქვენ რამდენად მიადევნეთ თვალი ეს მოცულობითი დოკუმენტია ინგლისურ ენაზე. მაგრამ არის ასეთი აბზაცი 240, სადაც ზუსტად ის წერია, რაც მე ვთქვი. ამიტომ რამ გადაგაწყვეტინათ, რომ თქვათ, რომ ეს არ წერია, არ ვიცი, ეს მხოლოდ თქვენ იცით. კერძოდ ამ 240 აბზაცში წერია ასეთი რამ, შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტზე. რომ მაშინ მოსაგერიებელი იყო ეს შტურმი.
ეხლა მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ თქვენ ეს წაკითხული არ გაქვთ, მე შემიძლია ეს განაჩენი თუ გადაწყვეტილება მოგცეთ, აქ ის წერია ზუსტად რაც მე ვთქვი. პოლიტიკურადაც არ მესმის, რაში გჭირდებოდათ იმის თქმა, რომ ეს სტრასბურგს არ უთქვამს. თქვენ თუ აქ ხართ არაღიარებული ორგანოს წინაშე, მაშინ პოლიტიკურად სერიოზულად რაღაცების გაგების პრობლემები გაქვთ. ეს არის ერთ-ერთი მკაფიო ნიშანი იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, რომლებსაც დღემდე არ გაქვთ შეწყვეტილი პარლამენტის წევრის უფლებამოსილება და სტატუსი, ვინაიდან საამისოდ ნება ჯერ არ გამოგიხატავთ, მოდიხართ და ჩვენთან ახსნა განმარტებებს იძლევით. ეს არის მხოლოდ დადებითი. კიდევ ერთხელ გაგაფრთხილებთ, რომ თავს ნუარიდებთ კითხვებზე პასუხს. რაც თქვენ შესავალ სიტყვაში უკვე გააკეთეთ, ბატონო გიორგი. შინაგან საქმეთა მინისტრობის პოზიციაზე მყოფ გიორგი გახარიას დაგისვამთ კითხვებს ჩემს კოლეგებთან ერთად და ვიქონიოთ პატარა პრეზუმპცია იმასთან დაკავშირებით, რომ აი ესეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებების კითხვა მე თქვენზე ოდნავ უკეთ შემიძლია და დავანებოთ თავი. სათამაშო ოპოზიცია ასე უწოდეს გიორგი გახარიას ნაციონალურ მოძრაობაში. ლევა ხაბაიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ პალიტრადიოსთან საუბარში თქვა, რომ გახარიას ნაციონალს იმიტომ ეძახიან, რომ ქართულ ოცნებას ხმები არ წაართვას. დღეს კი ოპოზიციამ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მისვლის გამო გააკრიტიკა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გახარიას გუნდს არც მანდატები დაუტოვებია და არც სახელმწიფო დაფინანსებაზე უთქვამს უარი. მმართველი გუნდი კი გახარიას მხრიდან ამომრჩეველების მოტყუების მცდელობაზე საუბრობს. ამ თემაზე უკვე ჟანა აკოფაშვილი მუშაობს, ის დეტალებს მოგიყვება. ჟანა, გისმენთ. გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე მისვლას და პარლამენტში გამოცხადებას დილიდან კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში, უფრო კონკრეტულად ექს-პრემიერის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ამბობენ, რომ გახარიას გუნდს ვერ აღიქვამენ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიად, რადგან გახარიას გუნდს მათი განმარტებით არც პარლამენტის საპარლამენტო მანდატები დაუტოვებიათ და არც დაფინანსებაზე უთქვამ თუ არის. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისთვის გახარიას პარლამენტში მისვლა მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს ექს-პრემიერს შეახსენეს კიდევ ერთხელ ის, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაა. გიორგი გახარია თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, საზოგადოებას უბრალოდ მინდა შევახსენო, რომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ეს კაცი არის პარლამენტარი, ეს კაცი და თავისი ფრაქცია ჯერ კიდევ პარლამენტში იმყოფებიან, მანდატები არ დაუტოვებიათ, სახელმწიფო დაფინანსებასაც იღებენ, შესაბამისად კომისიაზეც მიდიან, ჩვეულებრივად თანამშრომლობენ. მისი პოლიტიკური ორგანიზაციის სურვილი არის, რომ ყველა გაუქმდეს და თვითონ გადარჩეს, ოცნებას გამორჩეს ან სპეციალურად არ შეუწყვიტოს მათ, ესე ვთქვათ, სამუშაო ლიცენზია, თუ შეიძლება ასე ითქვას, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას და თვითმმართველობის არჩევნებში რამენაირად იქნებ ოპოზიციური ხმები მოიპოვოს. ამ სურვილით, როდესაც მოქმედებ, რა თქმა უნდა, შენ სრულფასოვან პროდასავლურ პოლიტიკურ ძალად ვერ კვალიფიცირდები. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის არაქმედუნარიანი, არის შექმნილი საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ამიტომ ჩვენ არ გამოვცხადდით, მით უმეტეს, რომ ეს კომისია გამოყენებულია პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, ამიტომაც კონკრეტული პარტიები ან კოალიციები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს მათი საქმეა, მაგრამ ლელო ძლიერი საქართველო ლეგიტიმაციას ამ კომისიისას არ შეუწყობს ხელს. გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე მისვლას დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მისი მისამართით არსებობს უამრავი კითხვა, რის გამოც ის უნდა მისულიყო საქართველოს პარლამენტში და უნდა გაეცა ყველა იმ შეკითხვაზე პასუხი, რაც ყოფილი ექს-პრემიერის მიმართ არსებობს. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი გახარია მოსახლეობის მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ როდესაც გიორგი გახარია ან მისი გუნდი პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბრობს, მათ გუნდს არც საპარლამენტო მანდატები დაუტოვებიათ და არც დაფინანსებაზე უთქვამ თუ არის. მისი პარტია პარლამენტში არის, ეს ხა თავს თუ იკატუნებს ვინმე რომ არ არის, ხა პარლამენტში არის, მათ მანდატებს უარი არ უთქვამთ
ასე რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად და როგორ ატყუებენ თავის ამომრჩევლებს თუ სხვებს რომ თან არიან თან არ არიან ასეთი რამეები არ ხდება ნახევრად ფეხმძიმება არ არსებობს ასე რომ პარლამენტის წევრები არიან გიორგი გახარია იყო ის ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას ამიტომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვიეს ასე რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს რომ არ გაიქცევა კითხვებს რომელსაც კომისია დაუსვას და უპასუხებს ამ კითხვებს ასევე სხვა კითხვები რაც ექნება კომისიას ამაში განსაკუთრებული არაფერია რომ გიორგი გახარია მიკადრა და წარდგა კომისიის წინაშე კომისიის კანონიერი მოთხოვნა შეასრულა შესაბამისად არსებობს კითხვები კომისიისგან ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ და მის გვერდით ყოფი ადამიანების მიმართაც და მას აქვს ვალდებულება რომ არა მხოლოდ წარდგეს და მოვიდეს კეთილინებოს კომისიის ხდომაზე არამედ ყველა დასმულ კითხვას სრულად და ჯეროვნად უპასუხოს შესაბამისად ნახოთ გაბედავს თუ არა ეს ადამიანი რომ ყველა კითხვაზე რაც არსებობს ამ ადამიანის მიმართ პასუხები გასცეს სრულად და სრულყოფილად გიორგი გახარია ოპოზიციის მხრიდან თავდასხმის ობიექტი საგამოძიებო კომისიაზე მისვლამდე გახდა ექს-პრემიერი ლევან ხაბეიშვილმა გააკრიტიკა და მას სათამაშო ოპოზიცია უწოდა. მადლობა ჟანა აკოფაშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში ახლა რეკლამის დროა დაბრუნდებით რამდენიმე წუთში დაგველოდეთ. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. დემოკრატიის კონსოლიდაცია ბინძური მეთოდებით ვერ მოხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილს ავრცელებენ და ძალადობას ახალისებენ, ვერ ჩაითვლებიან სამოქალაქო საზოგადოება და ცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 2 დღის წინ თეა წულუკიანის სახლთან გამართულ აქციას. ოპოზიციის აქტივისტები თეა წულუკიანს და მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. მანამდე ბაია პატარაიამ სხვა მუხარის შემცველ და დამამცირებელ მრავალ პოსტთან ერთად სოციალური მედიით თეა წულუკიანს სიკვდილი უსურვა. ქართულ ენაში შესაძლო ყველაზე მძიმე ტერმინების გამოყენებით წერს სპიკერი. არასამთავრობო და მათი დონორები დღეს არიან მთავარი წყარო სიძულვილის გაღუვებისა და სამოქალაქო უთანხმოების შემოტანის მცდელობისა. შეგახსენებთ თქვენ რომ რა გვაყადრეს ჩვენ დონორებმა და მათმა NGO-ებმა 9 აპრილს, როდესაც გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს, გადაეღობნენ მოქალაქეებს, ვისაც სურდა მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას, გადაეღობნენ. შეგახსენებთ არც ერთი დონორი დღემდე არ გამიჯნია ამ საზიზღარ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რამდენიმე NGO, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სახლთან მივარდნა, შუაღამის, როცა იქ მცირეწლოვანი ბავშვიც იყო, მუქარები, სიკვდილისთვის გამეტება და ასე შემდეგ, სხვადასხვა NGO წარმომადგენლის მხრიდან და კიდევ ერთხელ ხაზს უსვა, რომ არც ერთ დონორს რომლებიც აი ამ ორგანიზაციას აფინანსებენ, არაფრად არ აგდებენ ქართულ საზოგადოებას. არ აგდებენ იმის ღირსად, რომ ის მაინც თქვან, რომ მიუღებელია, არ შეიძლება, არასწორია. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე გამომძიებელი იკითხება, რომელიც საქმის დეტალებზე საუბრობს. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით აქვს აყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. და ამ შემოსავლებზე წარმოადგენს უფრო სხვა საგამოძიებო მოქმედებები. კადრში ჩანს, რომ ბატონი გეგუაძე ესაუბრება ქალბატონზე ამაღლობელს და აღნიშნული საუბრის დროს შესაძლოა დროს მიმდინარეობისას, როდესაც განმარტება გააკეთა ირაკლი გეგუაძემ და სხვა საპირეებდა, ქალბატონმა ცუდა რამას ფოტოში ხელი შემოუღია თავისკენ, ეხლა რამდენიმე სიტყვა და შემდეგ არხების სახეში. ის გათქმას და დასმას არ ევიდა ქალბატონებიაცან და მისთვის მოულოდნელი იყო ეს კრიტიკა. 4 პირი დააკავა პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოიღეს ალფა-პვპ, მეთადონი და ბუპრენორფინი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $5,619,000 შეადგინა, რაც ჩარჩენილ მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია. მონაცემების საქსტატმა გამოაქვეყნა უწყების ინფორმაციით ექსპორტი გაიზარდა 5.7%-ით, იმპორტი კი 20%-ით. მათი ცნობით მარტში ექსპორტი 8.2%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მოცემულობაა. შესაძლებელი მონაცემები გავუქვეყნე ექსპორტთან დაკავშირებით მარტისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ექსპორტთან მიმართებით $565 მილიონზე მაღალი იყო ექსპორტი მარტის თვეში და შეგახსენებთ რომ 2024 წელსაც რეკორდული იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საქართველო აგრძელებს რეკორდული მაჩვენებლების დემონსტრირებას, ექსპორტი იზრდება ეკონომიკა და საბოლოო ჯამში ყოველი ეს გამოიწვევს როგორც სოციალური ფორმის გაწესახებას, ისე ბიზნეს სექტორის განვითარებას, ეკონომიკის და იქნება მაღალი, ექსპორტი იქნება უმაღლეს ნიშულზე. განათლების მინისტრმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა. ალექსანდრე წულაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მინისტრმა ენათმეცნიერები და პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სახელმწიფო მინისტრმა და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა. პირველ რიგში მსურს ყველა ქართულს მიულოცო დღევანდელი დღე, ქართული ენის დღე, მართლაც უზარმაზარი დღესასწაულია თითოეული ჩვენთაგანისათვის. დღეს ასევე დავაჯილდოვეთ ის ადამიანები, ვისაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე მის განვითარებაში. უსურსუდესი პატივისცემა გამოხატო ყველა იმ ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს და დღესაც ასრულებენ ქართული ენის დაცვასა და განვითარებაში, ასევე ყველა იმ პედაგოგის მიმართ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქართული ენის სწავლებაში და პოპულარიზაციაში. ქართული ენის დაცვის დღე ეს არის ჩვენი იდენტობის დაცვა და ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, მათ შორის დაჯილდოებული მასწავლებლები, მეცნიერები კარგად გამოხატავენ ჩვენს დამოკიდებულებას ამ დღისადმი და ზოგადად ჩვენი ეროვნული ღირსებისადმი. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6-მდე. თქვენ კი შეგიძლიათ დღის სხვა სიახლეებს გაცნოთ ჩვენ ვებგვერდზე. რუსთავი 2.g. დროებით.